მოგესალმებით. ვაგრძელებთ ulimited hold'em-ის შესწავლილ კურსს. დღევანდელ გაკვეთილში გავაგრძელებთ წინა გაკვეთილის თემას და ვისაუბრებთ პრეფლო გათამაშებებზე. საუბარს დავიწყებთ ტრიბეთით. მინდა ჯერ ვიზუალიზაცია მოვახდინო, როგორ გამოიყურება ესეთი ქმედება პრეფლო გათამაშებაში. შემდეგ გადავიდეთ უკვე უშუალოდ მიზეზებზე, თუ რატო ვაკეთებთ ესეთ ქმედებას და სპექტრებზე, თუ რომელი სპექტრებით გავაკეთებთ ხოლმე ამა თუ იმ სიტუაციაში ტრიბეთებს. ტრიბეთი არის სვლა, როდესაც ჩვენი ოპონენტი აკეთებს open raise და ჩვენ მის წინააღმდეგ ვაკეთებთ raise. სახელი გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს იგულისხმება რიგით მესამე ფსონი. ანუ პირველი დაწესებული ფსონი ეს არის blind-ი, მეორე დაწესებული ფსონი open raise-ი და მესამე რიგით დაწესებული ფსონი ეს არის ტრიბეთი. თუ კიდე გააკეთებდა რომელიმე ჩვენი ოპონენტი მეოთხე ბეთს, ეს იქნებოდა მეოთხე ბეთი, ანუ 4 ბეთი, შემდეგ 5 ბეთი და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ მიზეზებზე, თუ რატო შეიძლება გავაკეთოთ გარკვეულ სიტუაციაში ტრიბეთი. ეს ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს value-ზე გაკეთებული, ანუ როცა მიგვაჩნია რომ ოპონენტის სპექტრი არის ჩვენზე სუსტი და გვინდა რომ ვითამაშოთ უფრო დიდი პოტი მის წინააღმდეგ. და მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს ნახევარ ბლეფი. ნუ ზოგიერთ ბლეფ ტრიბეთსაც ეძახიან ამას, ან light ტრიბეთს. მაგრამ მე მიყვარს რომ ნახევარ ბლეფი დავუძახო. იქიდან გამომდინარე რომ პრეფლო გათამაშებებში ყოველთვის აქვს ნებისმიერ hands equity, აქედან გამომდინარე აბსოლუტური ბლეფი ვერ გამოვა, ამიტომაც დავუძახოთ ნახევარ ბლეფი. ამ შემთხვევაში ხა ვალეტები, რა თქმა უნდა, value-ზე ვაკეთებ ტრიბეთს, ვინაიდან ოპონენტზე მეტაკლებად ინფორმაცია მაქვს და ვიცი რომ ოპონენტის თავდაპირველი სპექტრი, თავდაპირველი სპექტრი ყველა ვარიანტში იქნება ვალეტებზე უარესი, მაგრამ ვიცი რომ გაგრძელების სპექტრიც, ანუ მისი ტრიბეთის ქოლის სპექტრიც იქნება ვალეტებზე უფრო სუსტი და ამ მიზეზით მინდა რომ ვითამაშო უფრო დიდი პოტი ამ ოპონენტის წინააღმდეგ, მით უმეტეს ამ ოპონენტზე მე მექნება პოზიცია, რაც არის არსებითი მნიშვნელობის. ტრიბეთზე გადაწყვეტილება არ მიიღება ისე რომ აი ვალეტები რახან მიჭირავს, უნდა გავაკეთო ტრიბეთი. ეს არასტორია, სწორია რომ შევხედოთ ვინ არის ჩვენი ოპონენტი, თუ რა თავდაპირველი სპექტრი აქვს მას და თუ რა გაგრძელების სპექტრი აქვს მას. ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ უნდა მივაინჭოთ ოპონენტებს თავდაპირველი სპექტრი. თუ ოპონენტზე ინფორმაცია საერთოდ არ გვაქვს არანაირი, ასეთ შემთხვევაში ვივარაუდებთ რომ ჩვენი ოპონენტი არის საშუალო სტატისტიკური რეგულარი იმ ლიმიტის, რომელ ლიმიტზეც ვთამაშობთ. ნუ, როცა მიკროლიმიტებზე ვთამაშობთ, მაგალითად ამ შემთხვევაში NL10-ზე, ვივარაუდებთ რომ ჩვენი ოპონენტი არის დაახლოებით საშუალო IT პასიური ან IT აგრესიული მოთამაშე, რომელსაც ექნება ესეთი პირველი პოზიციიდან IT ძლიერი სპექტრი. თუმცა ამ ძლიერი სპექტრიდან პრემიუმ დიაპაზონს ის გააკეთებს 4 ბეთს პრემიუმ დიაპაზონით. ანუ ტუზებს, კაროლებს, დამებსაც ხშირ შემთხვევაში ის გაათამაშებს 4 ბეთით. ამით მე საქმეც გამიადვილებს, ვინაიდან მე გადავყრი ამ ჩემს ვალეტებს 4 ბეთის წინააღმდეგ, თუ ოპონენტზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და პირველი პოზიცია და თუ calls გააკეთებს, მეცოდინება რომ მისი გაგრძელების სპექტრის წინააღმდეგ ვალეტებით მეტნაკლებად კარგად ვგავარ. მოდი შევიდეთ ჩვენს კალკულატორში და დაახლოებით შევადაროთ ჩვენი ვალეტები ოპონენტის გაგრძელების სპექტრს, როცა ოპონენტზე ინფორმაცია არ გვაქვს. ნუ ტრიბეთის ქოლი შეიძლება მივიღოთ ოპონენტისგან, ნუ ტუზდამა, ტუზკაროლი ხანდახან, ერთი ფერის ტუზკაროლს ალბათ 4 ბეთში გაუშვებს. შეიძლება ხანდახან ტუზვალეტიც, ხანდახან დამები, მაგრამ ყოველთვის არა, ვალეტები ჩვენ გვაქვს, მაგრამ ნუ თქვათ რომ ოპონენტსაც ხანდახან ექნება ხოლმე ცხრიანები, რვიანები, ნუ თქვათ აი ამ სპექტრით დაქოლავს ხოლმე ტრიბეთებს ოპონენტი. ესეთ სიტუაციაში ნახავთ რომ ჩვენი ვალეტებით ესეთი სპექტრის წინააღმდეგ ვდგავართ უკეთესად, ეს არის მისი გაგრძელების სპექტრი. თავდაპირველი სპექტრი იქნებოდა დავუშვათ 5-იანებიდან ზევით წყვილები და დავუშვათ აი რაღაც ესეთი შეიძლება ყოფილიყო UTG-დან საშუალო სტატისტიკური რეგულარის სპექტრის რაღაც 12% დავუშვათ 1.9%. აქ არის აი პროცენტული მაჩვენებელი მითითებული. თუმცა სასურველია ხშირ შემთხვევაში და თამაშის პროცესში დავაგროვოთ ხოლმე ინფორმაცია ოპონენტებზე. ამ შემთხვევაში მე მქონდა ამ ოპონენტის სტატისტიკა, თუმცა სტატისტიკის სიტუაციებს ჩვენ არ განვიხილავთ, იმიტომ რომ
ჩვენ სტატისტიკის გარეშე ვსწავლობთ თამაშს, ვინაიდან დამწყებ მოთამაშეებზე ვართ ორიენტირებული და სტატისტიკის საკითხებს უკვე მე კურსის დამთავრების შემდეგ ცოცხალ სესიებში შევეხებით და ზოგადად ყველა იმ საკითხებს, რომელ საკითხებსაც ახლა კურსის მიმდინარეობისას განვიხილავთ, შემდეგ ცოცხალ სესიებში უფრო კარგად გავშლით და უფრო კარგად შევეხებით და უფრო კარგად გავამყარებთ ამ ცოდნას, ასე ვთქვათ, ერთად ცოცხალ სესიებში. კარგით, როცა ვფიქრობთ ჩვენი ტრიბეთის რეინჯზე, მაგალითად აი რომელი სპექტრით უნდა დავატრიბეთოთ რომელი პოზიციის წინააღმდეგ, მუშაობს აქაც იგივე პრინციპი, რა პრინციპიც გამოვიყენეთ open raise-ის შემთხვევაში. ანუ რაც უფრო გვიანი პოზიციიდან ვიღებთ open raise, მით უფრო ლუზურად შეგვიძლია დავატრიბეთოთ. თუ აი ესეთ არადინამიურ პოზიციაში ხარ, მაგალითად პირველი პოზიცია როცა არეიზებს, ამას ქვია არადინამიური პოზიცია, იმიტომ რომ მას შედარებით tight სპექტრი ექნება პირველი პოზიციიდან ვიდრე გვიანი პოზიციებიდან. მაგალითად, როცა რეის მივიღებდი ხოლმე მე კათოფიდან, კათოფის წინააღმდეგ უფრო ლუზურად მივცემდი თავს დატრიბეთების უფლებას. თუ ამ ოპონენტის წინააღმდეგ მარტო პრემიუმ დიაპაზონს დავატრიბეთებდი, მაგალითად 10-იანები ვალეტები და ზევით ტუზკაროლი ტუზდამა ერთი ფერის და ნუ შეიძლება სხვადასხვა ფერის ტუზდამა კათოფის წინააღმდეგ მეცოდინებოდა რომ მისი გაგრძელების სპექტრი უფრო ლუზური იქნებოდა, აქედან გამომდინარე შემიძლებოდა მიმატებინა ერთი ფერის კაროლდამა, ტუზვალეტი, ხანდახან სხვადასხვა ფერის კაროლდამა და ტუზვალეტი, კაროლვალეტი. აქ მინდა ერთი რამე დავამატო, რომ აი ეს S-ი როცა აწერია, ნიშნავს suited, ანუ ერთი მასტისას და ორ როცა აწერია, ნიშნავს off suited, ეს ნიშნავს სხვადასხვა მასტისას. და აი 12 როცა აქ მითითებული და ეს ციფრები რაც არის მითითებული და რიცხვები, ეს გულისხმობს კომბინაციების რაოდენობას დასტაში. ანუ ორი დამა მაგალითად შეიძლება იყოს 6 სხვადასხვა ნაირსახეობის კომბინაცია, ხოლო სხვადასხვა ფერის ტუზვალეტი შეიძლება იყოს 12 სხვადასხვა ნაირსახეობის კომბინაცია ერთი ფერის 4-დან, ჯამში უწყვილო კომბინაცია და უწყვილო ხელი, სასტარტო კომბინაცია წარმოადგენს 16 სხვადასხვა ნაირსახეობის კომბინაციას და მოგვიანებით როცა ხელის წაკითხვის საკითხებს შევეხებით ხოლმე კომბინაციების დაცვა შეიძლება კი რა ნუ ყველაფერში დაგჭირდება თუ რამდენ კომბინაციას შეიცავს ოპონენტის სპექტრი ამა თუ იმ სიტუაციაში. კარგით, დავუბრუნდეთ ტრიბეთების სიტუაციას. ანუ ეხლა ამ სიტუაციაში ჩვენ განვიხილეთ value ტრიბეთები, სადაც მიგვაჩნია ხოლმე რომ ოპონენტის სპექტრის წინააღმდეგ ძლიერი ვართ და გვინდა რომ ვითამაშოთ უფრო დიდი პოტი და თან დავიცოთ ჩვენი equity და ოპონენტს არ მივცეთ თავისი ხელის პოტენციალის ესეთი იაფი რეალიზების საშუალება. ნუ პრინციპში მიზეზი ეს არის. თუმცა როცა დარწმუნებული არ ვართ მაგალითად, აი დარწმუნებული არ ვართ, რომ ჩვენი კაროლვალეტით უფრო ძლიერი ვართ ვიდრე ოპონენტის მაგალითად გაგრძელების დიაპაზონი. დარწმუნებული ვიქნებით ხოლმე იმ შემთხვევაში, მოდი ამას დავამატებ, როცა ოპონენტის შოუდაუნები გვაქვს ნახე ამა თუ იმ სიტუაციაში და გვინახავს რომ მაგალითად ტრიბეთის ქოლი ოპონენტმა გააკეთა კაროლ 9-იანით, კაროლ 8-იანით, 10-იან 6-იანით რეკრეაციულ მოთამაშეს ესეთი რაღაცეები ახასიათებს ძალიან ხშირად და როცა ესეთი რამეები გვაქვს ნახე შოუდაუნზე ოპონენტთან მიმართებაში, ვიცით რომ მათი სპექტრის წინააღმდეგ კაროლ ვალეტით შვენივრად ვდგავართ. თუმცა ეხლა ისეც არ არის, ეხლა რახან დავუშვათ ნახეთ რომ ოპონენტმა 7-იან 4-იანით დაქოლა ტრიბეთი ერთ სიტუაციაში, ეს იმას არნიშნავს რომ მაგალითად 7-იან 5-იანით უნდა გავაკეთოთ ხოლმე რეიზი, რა თქმა უნდა არა. საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძლიერი ფორა უნდა ავიღოთ ოპონენტების წინააღმდეგ და მარტო პრემიუმ დიაპაზონის დაგაგებით, აი ძლიერი დიაპაზონის, მოდი ასე ვთქვათ, ფარგლებში უნდა ვიტრიალოთ. კარგით, თუ დინამიურ პოზიციებზე გადავინაცვლებთ, სადაც მაგალითად ბლაინდებიდან გვიწევს ბათონის წინააღმდეგ თამაში, ან დიდი ბლაინდიდან პატარა ბლაინდის წინააღმდეგ, ან ბათონიდან კათოფის წინააღმდეგ. ესეთ სიტუაციებს ვეძახით დინამიურ პოზიციებს, ესეთ სიტუაციებში უნდა დავამატოთ ხოლმე აუცილებელი არ არის, რა თქმა უნდა, მიკროლიმიტებზე და დასაწყის ლიმიტებზე, მაგრამ სასურველია რომ დავამატოთ ხოლმე ბალანსისთვის შედარებით უფრო სუსტი ხელები და გავაკეთოთ ხოლმე ნახევარბლევ ტრიბეთები. ვინაიდან ისეთი ხელები, რომლებიც ქოლით გათამაშებაც რიგ შემთხვევებში შესაძლებელია ხოლმე, მაგრამ როცა მიგვაჩნია რომ საკმარისი fold equity გვაქვს, ანუ ოპონენტი გადაყრის ხოლმე ხშირად ხელს, მაშინ გვირჩენია ხოლმე რომ დავატრიბეთოთ და პრეფლოპზე ვეწავიღოთ ხოლმე ასე ეგრეთ წოდებული dead money, ყარიფული ეგრე ეძახიან თანხას, რომელიც უკვე პოტშია ინვესტირებული. ესეთ სიტუაციაში ყველაზე ხელსაყრელი კომბინაციები, რომელთაც გავამდიდრებთ ჩვენს დიაპაზონს, არის ერთი ფერის ტუზები,
ანუ ხელი რომელსაც ნაცი ფლეშის პოტენციალი ეძლევა პოსტლოვ გათამაშებებში, რაც ძალიან ხელსაყრელია. თუმცა ეს კიდე იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როცა ჩვენ ვაკეთებთ light tribets. ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც fold equity-ზე ვამახვილებთ ყურადღებას. და უფრო მეტად მნიშვნელობა ენიჭება არა ხელის პოსტლოვ გათამაშობადობის ფაქტორს, არამედ ბლოკერის ეფექტს, რაც აი ეს ტუზი არის ბლოკერი გაუნდია იქიდან, რომ როცა ჩვენ ტუზი გვიჭირავს ხელში, ოპონენტის პრემიუმ დიაპაზონი უფრო მცირდება, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები შანსია, რომ ოპონენტს ყავდეს ძლიერი ტუზის შემცველი კომბინაციები. უბრალოდ უფრო იშვიათ შემთხვევაში ეყოლება ხოლმე. კიდევ კარგი ჰენდები არის, კაროლათი კაროლ 9 მშვენიერია და აი გადამული ერთი ფერის ჰენდები შეიძლება წვილები, რომლებიც უკვე ამ შემთხვევაში პოსტლოვ გათამაშებადობის ფაქტორის გამოვიყენებთ. ანუ ეხლა რა სპექტრის მივუთითე მე მატრიცაზე, ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყველა სიტუაციაში ეს სპექტრი უნდა დავატრიბეთოთ, ესე არ არის. ანუ ამიტომ ვილაპარაკე ამდენი, რომ ყველა სიტუაცია უნდა შევაბათოთ დინამიკაში, ინდივიდუალურად და იმის მიხედვით რომ მივიღოთ ხოლმე გადაწყვეტილება. რაც უფრო პატარა ინფორმაცია გვაქვს, მით უფრო უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხელის სიძლიერეზე და მით უფრო ძლიერი დიაპაზონი დავატრიბეთოთ. რაც რომ მეტი ინფორმაცია გვაქვს, მეტი უფლება შეგვიძლია მიცეთ თავს. და კიდე მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ პოზიციას აქვს გადამწყვეტი არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ როცა ქოლეს მივიღებთ ხოლმე პოზიციაში თამაში ჩვენთვის იქნება ძალიან ხელსაყრელი და შესაბამისად big blind-დან small blind-ის წინააღმდეგ ვიქნებით უფრო მეტად აგრესიული, რა თქმა უნდა და ბათონიდან cut-off-ისთან ბათონიდან ნებისმიერი პოზიციის წინააღმდეგ შეიძლება ხოლმე აი light tribet-ის გამოყენება. მაგალითისთვის შემიძლია ესეთი დარიგება ამოვიღო მაგალითად. ამ შემთხვევაში პოზიციაში არ ვარ big blind-დან ბათონთან, მაგრამ ვიცი რომ ბათონს აქვს კარგად ყრის ერთი სიტყვით ეს ადამიანი ტრიბეთების წინააღმდეგ, მაქვს ამ ადამიანზე ინფორმაცია, ვაკეთებ ტრიბეთს, ამ შემთხვევაში ქოლი მივიღე. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დარიგება მე მგონი მოვიგე როგორც ახავს. როგორც არის. ერთი სიტყვით პოსტლოვ გათამაშებას აღარ დავაკომენტარებ. ესე გამოიყურება სიტუაცია. თუმცა ესეთი ტუს სამიანი თუ ერთი ფერის იქნება, ეს არის არსებითი მნიშვნელობის და ჯობია რომ უფრო ხელსაყრელ მომენტებს დაველოდოთ ხოლმე. მაგრამ მე ამ სიტუაციაში ოპონენტზე რა მქონდა ინფორმაცია, ტუს სამიანი დავატრიბეთ, თან ერთი ფერის ტუს სამიანი შეიძლება ქოლით მიიღო, იმიტომ რომ ერთი ფერისაცა ჰენდი ქოლით გასათამაშებლადაც კარგია და ეს ისე დამატებითი ინფორმაციისთვის. კარგით, შევაჯამოთ სიტუაცია, თუ რას უნდა მივაქციოთ ხოლმე ყურადღებას ვაქცევთ უშუალოდ ოპონენტის ვინაობას, ვისთანაც გვიწევს თამაში, ამ შემთხვევაში ვინც გააკეთა ჩვენს წინააღმდეგ რეიზი. კიდევ ვაქცევთ ყურადღებას, თუ ვინმე სხვა ოპონენტია ჩვენ გათამაშებაში მონაწილე, რომ ამ შემთხვევაში არავინ არაა, მაგრამ შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ big blind-ზე, ვიყოთ სხვა პოზიციაზე, ჩვენს უკან კიდე იჯდნენ ოპონენტები ძალიან პატარა სტეკით მაგალითად, რომლებმაც შეიძლება ეს თავიანთი პატარა სტეკი დააოვლინონ ხოლმე ხშირად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ხოლმე რომ ძალიან ძლიერი დიაპაზონით ვითამაშოთ ტრიბეთი. კიდევ ვაქცევთ ყურადღებას სტეკების, ანუ ეფექტური სტეკის ზომას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც უფრო პატარა ეფექტური სტეკი, მით უფრო ძლიერი დიაპაზონით გვიწევს თამაში, იმიტომ რომ მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ჩვენ შოუდაუნზე მოგვიწევს გასვლა და ანუ კარტით მოგება დარიგების. და ჩვენი კარტის უშუალოდ გამოყენება, ჩვენება შოუდაუნზე, აქედან გამომდინარე, რომ გქონდეს უფრო ძლიერი სპექტრი. კიდევ თქვით open raise-ის ზომაზე, როცა open raise არის 3.5 დიდი ბლაინდი, ჩვენ მის წინააღმდეგ ვიხმართ sizing 3x-ი, ან 3.25 3.5 უპოზიციოთ, მაგრამ როცა არის ესეთი პატარა ზომა, აქ ხედავთ რომ აქ 3.5 დავატრიბეთ მე დინამიკურ პოზიციებში, მაგრამ შეიძლება და 4x-იც დამეტრიბეთებინა ოპონენტის ზომიდან გამომდინარე, უფრო სწორი ალბათ 4x-ი იქნებოდა და ზოგადად როცა ოპონენტები ორი დიდი ბლაინდით იხსნებიან, ისე პოზიციაში უპოზიციოთ მნიშვნელობა არ აქვს, ჯობია 4x-ი დავატრიბეთოთ ხოლმე, მაგალითად ეხლა 20 ცენტს თუ დაარეიზებ და ჯობდა რომ 80 ცენტი დამერეიზებინა ნებისმიერი პოზიციიდან ნებისმიერ პოზიციასთან მიმართებაში. კარგით, მოდი გადავიდეთ სიტუაციაზე, სადაც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ ხოლმე ტრიბეთს და
სხვა სიტუაცია განვიხილოთ. ნახოთ დარიგება. ჩვენ ბათონიდან გავხსენით 2.5 დიდი ბლაინდი, მივიღეთ ტრიბეთი small blind-დან. ეს არის დინამიური პოზიციები. დინამიურ პოზიციებში small blind-ის ტრიბეთის range-ის წინააღმდეგ ტუზმეფე ძალიან კარგად დგას. თუმცა რაც შეეხება გაგრძელების სპექტრს, აქ უკვე ოპონენტიდან გამომდინარეობს. მე ამ ოპონენტზე ეხა არ მახსოვს ნამდვილად რა ინფორმაცია მქონდა და რა ინფორმაცია არ მქონდა, თუმცა აქ მე ტრიბეთის პოზიციაში დაქოლვას ყველა ვარიანტში ფორბეთი მირჩევნია. და რა არის ეხა აქ ლოგიკა? ლოგიკა არის ის, რომ გასაგებია, რომ თუ ტრიბეთს დავქოლავ ტუზკაროლით პოზიციაში, ეს ამ სიტუაციის პლუსში გაყვანა მე გზელოდი ამ პერსპექტივაში გამომივა ძალიან ადვილად, იმიტომ რომ ძლიერი ხელი მექნება, პოზიცია მექნება და არაუშვებს თუ ინიციატივა არ მექნება, მაგრამ მე ვიცი, რომ ოპონენტის სპექტრში არის ძალიან ბევრი ნაგავი, რომელსაც უბრალოდ გადაყრის ოპონენტი და პრეფლოპზე დამითმობს ამ პოტს, მაგალითად გადაბმული ერთი ფერის კონექტორები და ისეთი ჰენდები, რომლებიც ჩემთან ხდებიან დომინაციაში, ერთი ფერის ტუზები და ასეთი კარტები. ამიტომაც უფასოდ მათ თავიანთი პოტენციალის რეალიზების საშუალება რომ მივცე, მაგას მირჩევნია, რომ აქვე გავაკეთო ფორბეთი და პრინციპში ფორბეთის მერე ვეღარც შეება კი არა და მომიწევს სტეკზე თამაში, თუმცა დინამიურ პოზიციებში მიმაჩნია, რომ ოპონენტი ისეთი სპექტრით ითამაშებს სტეკზე, რასთანაც ტუზმეფე არ იდგება ცუდად და მოდი აი დაახლოებით შევადარებ ეხა რა სპექტრით შეიძლება ითამაშოს ოპონენტმა, საშუალო სტატისტიკურმა ოპონენტმა სტეკზე დინამიურ პოზიციებში და როგორ ვიდგები მე სხვადასხვა ფერის ტუზმეფით ასეთ ოპონენტთან. მოდი ვთქვათ, რომ თუ ოპონენტი ითამაშებს ვალეტებიდან ზევით წვილებით და ტუზმეფე სხვადასხვა ფერის და ერთი ფერის, ამ შემთხვევაში ასეთ დიაპაზონთან როგორ იდგება ჩემი ტუზმეფე. სხვადასხვა ფერის ტუზმეფე. ასეთ დიაპაზონთან მე მექნება 40% equity, რაც რა თქმა უნდა არ არის ძალიან კარგი სტეკზე თამაშის გათვალისწინებით, მაგრამ ჩემი პოტში ინვესტირებული თანხის და მკვდარი ფულის გათვალისწინებით, ჩვენ მათემატიკის ვიდეოში ვისწავლით ოცების დაანგარიშებას, გათვალისწინებით მე მიღირს, რომ ვითამაშო ამ 40%-იანი equity hand-ით სტეკზე. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, მე რამდენი fold equity მაქვს, ანუ ოპონენტი ამდენად ხშირად დაყრის ხოლმე ანუ fold spectrs თუ გავითვალისწინებთ ოპონენტისას, ამ შემთხვევაში მივხვდებით, რომ გზელოდიან პერსპექტივაში ეს ძალიან პლუსავი ფორბეთია და დაახლოებით ესე მუშაობს ლოგიკა. ამის ახსნა მინდოდა. ზოგადად პოკერი არ არის ის თამაში, სადაც ყველა სიტუაციაში თამაშის პროცესშივე შეიძლება მივაგნოთ ოპტიმალურ გამოსავალს, მაგრამ ეს ხდის ამ თამაშს საინტერესოს, შეიძლება რაღაც სიტუაციაში დავუშვათ ხოლმე შეცდომა, ან პირიქით უბრალოდ ვერ მივიდეთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე. ამიტომაც ავდგეთ და არ დავუშვათ შეცდომა, ვითამაშოთ ფრთხილად, ეს ყველაზე გამართლებული იქნება, გადავაგდოთ ის ჩვენი კარტი, ან ვითამაშოთ რაც შეიძლება იაფად გავიყვანოთ ხელი შოუდაუნზე დავუშვათ, დავქოლოთ და დავჩეკოთ და ასე შემდეგ და შემდეგ დავუბრუნდეთ ამ გათამაშებას სესიის შემდეგ და ვეცადოთ, რომ ან რომელიმე კალკულატორის დახმარებით, ან რომელიმე დავუშვათ ჩვენი პოკერისტის მეგობრის დახმარებით, ან რომელიმე ფორუმის დახმარებით ამოხსნათ ის სიტუაცია, როგორც მათემატიკაში ხსნიან ხოლმე მაგალითებს, ზოგადად ესეთი პრინციპის და საბოლოო ჯამში მივიდეთ სხვა სიტუაციაში ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე უფრო ადვილად, როცა შეგხვდება. თუმცა აი მათემატიკა ვახსენეთ ზეგან და პოკერს ერთი ის პლუსი აქვს, რომ აქ ძირითადად ელემენტარული მათემატიკა არის ხოლმე საჭირო და არ არის რაღაცა ესეთი ძალიან რთული ჩახლართული სიტუაციები. მოდი გადავიდეთ შემდეგ სიტუაციაზე. უბრალოდ მოდი ერთი დარიგება ვნახოთ ორი ტუზით. ორი ტუზი არის ჰენდი პრეფლოპ გათამაშებებში, რომელიც ერთადერთია, რომლის პირდაპირ ველიუზე გათამაშება შესაძლებელია, რომელიც ყველა ხელთან მიმართებაში არის ძლიერი. იგივე ორი კაროლის, იგივეა პრინციპში, ანუ ორი კაროლი ორ ტუზთან არ არის ძლიერი, მაგრამ ამის გათვალისწინება, ეხლა წეგან დაახლოებით დაანგარიშებაც გავაკეთეთ. მაქედან გამომდინარე, ორი კაროლი ითვლება ჩვეულებრივ, ნაცად პრეფლოპზე და უნდა ვათამაშოთ თითქმის ყოველთვის რა გაგებით, აი უშუალოდ გამონაკლისებს გულისხმობ
რომელიც არც ღირს აღსანიშნავად და მაგალითად მე კარიერაში სულ 3-ჯერ მაქვს დაყრილი კაროლები, ნუ 3-ჯერ გაიხსნა კარტი, ანუ მულტიპოტები იყო 3-ჯერ და 3-ჯერ იყო გათამაშებაში თქვა ტუზები, მაგრამ ეს დაანიშნულა ხდება ეგეთ სიტუაცია და ნუ მაგ სიტუაციის სწავლას დიდი აზრი არ აქვს, რომ მივხვდებით ჩვენ თუნდაც ვართ. ნუ ეს არის სიტუაცია, როცა ერთი ოპონენტი აკეთებს რეის, მეორე ოპონენტი აკეთებს კოლს და ჩვენ ვაკეთებთ ტრიბეტს. ესეთ ქმედებას ქვია სკვიზი. და ნუ გადავინაცვლოთ კიდევაც სკვიზზე. ამ შემთხვევაში ხა ორი ტუზით ვაკეთებ სკვიზს, ეს არის აბსოლუტური value, რა თქმა უნდა, ნებისმიერი წინააღმდეგობისთვის ვზად ვარ, თუმცა სკვიზის გაკეთება კიდე შესაძლებელია სხვა მიზეზებითაც. მაგალითად, რეკრეაციული მოთამაშის იზოლირებისთვის. და ეხა შემოგთავაზებთ სიტუაციას, სადაც ჩავამთავროთ ტუზების დარიგება და ნახოთ. ნუ აქ რა თქმა უნდა ტუზების ტექსტზე ვითამაში ეს არის საინტერესო დარიგება. სკვიზის უკეთესი მაგალითიც გვაქვს. აი ეს არის სკვიზის უკეთესი მაგალითი. სადაც ერთი ოპონენტი აკეთებს რეის, მეორე აკეთებს კოლს და მე ამ სიტუაციაში მაქვს ტუზ დამა. ამ სიტუაციაში ჩემი ლოგიკა არის ესეთი, რომ პირველი მოთამაშე გვევლინება ესეთი ადეკვატური რეგულარი და მეორე მოთამაშე არის ჩემთვის ხელსაყრელი რეკრეაციული ოპონენტი. აქ რო ქოლი გავაკეთო და რაღაცა უპოზიციოდ ვითამაშო ინიციატივის გარეშე ორი ოპონენტის წინააღმდეგ, ეს ჩემთვის საინტერესო სიტუაცია საერთოდ არ არის. თუმცა რა თქმა უნდა, პლუსოვი სიტუაციაა, ანუ არ გულისხმობ რომ ეს წამგებიანია, რა თქმა უნდა წამგებიანი არ არის, დავქოლავ, ნახავ ფლობს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სიტუაცია მაჩვენებს ხოლმე პლუს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ოპტიმალური. მე ვფიქრობ რომ უფრო ოპტიმალური იქნება ასეთ სიტუაციაში, რომ მე გავაკეთო სკვიზი. თუმცა აქ საიზინგი ცოტა უფრო დიდი შეიძლებოდა, აი მაგალითად 1.25 უფრო ანუ 5x-ი ვფიქრობ რომ უფრო ნორმალური საიზინგი იქნებოდა. და გათამაშებიდან მოვიშორო რეგულარული მოთამაშე, რომელთან უპოზიციოდ თამაშიც ჩემთვის არ არის ხელსაყრელი, ვინაიდან სკილში დიდ უპირატესობას ვერ ხედავ ამ ადამიანის წინააღმდეგ და დავიტოვო გათამაშებაში რეკრეაციული მოთამაშე, რომლის წინააღმდეგაც ხედავ სკილში უპირატესობას და თან მისი გაგრძელების სპექტრის წინააღმდეგ მიმაჩნია რომ მიჭირავს უფრო ძლიერი ხელი და ნუ ვაკეთებ სკვილს ამ შემთხვევაში ნუ ორი ოპონენტმა დაყარა. ნუ დაახლოებით ესეთია ლოგიკა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ხოლმე სკვიზი. ანუ იზოლირებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, შეგვიძლია პირდაპირ value-ისთვის გავაკეთოთ ხოლმე სკვიზი და რა თქმა უნდა, ისეთ სიტუაციაში, როცა ერთი ოპონენტი აკეთებს რეის და მეორე ოპონენტი აკეთებს calls და ორივე ოპონენტი გვევლინება ტაიტი ესეთი პასიური ოპონენტები, შეგვიძლია სკვიზი გავაკეთოთ ხოლმე ბლეფზე, როგორც წეგან ახსენით, light ტრიბეტებთან დაკავშირებით, ნუ სკვიზი უფრო მოგებიანია, რა თქმა უნდა, ოღონდ ამ შემთხვევაშიც სასურველია, რომ ჩვენი ხელი წარმოადგენდეს კარგ ბლოკერს, ანუ ტუზის სახით მაგალითად, ან დავუშვათ რაღაცა მაღალი პოსტკლუბ გათამაშებადობის ფაქტორის ხენს, ანუ თუ დაგვიქოლავენ იმ შემთხვევისთვის. მაგალითად გადამულ კონექტორს, ან რაღაც ეგეც. კარგით, მოდი გადავიდეთ შემდეგ სიტუაციაზე, რომელიც ხდება ხოლმე პრეფლოპ გათამაშებებში. ეს იქნება ხოლმე ტრიბეტის კოლი. როცა ჩვენ წინააღმდეგ გააკეთებენ ხოლმე ტრიბეტს და ჩვენ რა შემთხვევებში დავქოლავთ ხოლმე და დაახლოებით როგორ იქნება ლოგიკა. ანუ მაგალითად პოზიციიდან ეხა გვატრიბეთებს ოპონენტი, რომელიც არასრული სლეგიზის და ეს უკვე გვანიშნებს იმაზე, რომ ეს ოპონენტი სავარაუდოდ არის რეკრეაციული მოთამაშე და არ გამოირჩევა ძალიან დიდი სიძლიერით. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ტუზ დამა ძლიერი ჰენდია და ამ ოპონენტის წინააღმდეგ ამ კარტის გადაყრა მიმაჩნია, რომ არ არის კარგი, არ არის მომგებიანი. გრძელვადიან პერსპექტივაში შემიძლია უფრო მეტი სარგებლის ნახვა ასეთი სიტუაციებიდან დაქოლვის შემთხვევაში. ვინაიდან მეოთხე ბედის გაკეთებას აქ არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ პრეფლოპ ორენის თამაში ტუზდამით ნუ ხშირ შემთხვევაში არ იქნება ხოლმე ხელსაყრელი, მით უმეტეს ესეთ არადინამიურ პოზიციაში. ნუ ხშირ შემთხვევაში კი არა, ნუ ტუზდამა სხვადასხვა ფერის ზოგადად პრეფლოპ გათამაშებებში სტეკზე სათამაშოთ არ არის ძლიერი ხელი, პირდაპირ თქვათ ესე, რომ არ გაჩნდეს ამაზე დამატებითი კითხვები. და ამ შემთხვევაში მე გავაკეთებ calls. ნუ პოსტლოვზე როგორ ვითამაშებთ და პოსტლოვზე რა მოხდება და როგორ და რანაირად, ნუ ამაზე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებთ, ეხლა ნუ ამაზე ტყილა ნუ გამოვცდებით. თუმცა სპექტრი დაახლოებით თუ რა სპექტრით გავაკეთებდი ხოლმე ტრიბეტის calls, გულისხმობს შემდეგს, რომ ისეთი სპექტრი, რომელიც იმაჩნია, რომ ოპონენტის თავდაპირველი სპექტრის წინააღმდეგ კარგად დგას,
მაგრამ აი 4bet-ის წინააღმდეგ გაგრძელების წინააღმდეგ უკვე ვეღარ დგას ძალიან კარგად. და აქ არის კიდე ერთი ნიუანსი, რომ ანუ მიმაჩნია, რომ არ არის ახლა იმხელა fold equity 4bet-ზე, რომ მაწყობდეს რომ დავა 4bet-ო. იმიტომ რომ ოპონენტი წარმოადგენს რაღაც რეკრეაციულ მოთამაშეს, რომელიც ნუ 4bet-ებზე ძალიან ხშირად არ დაყრის ხოლმე, იმიტომ რომ ზოგადად რეკრეაციულ მოთამაშეებს დაყრა იმდენად არ უყვართ. კარგი, ნუ დაახლოებით ესეთი არის ლოგიკა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხა საზეპირო არ არის. შემდეგ თამაში, პრაქტიკაში, გამოცდილებაში ეს ყველაფერი უკვე უფრო კარგად გაჯდება, ცოდნა. უბრალოდ მინდა დაახლოებით ორიენტაციისთვის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და აი როგორ უნდა ვავარჩიოთ გონება პოკერის თამაშის დროს, აი ეგ გავითავისოთ, თორე არ მინდა რომ ისე მოეჩვენოს ვიღაცას რომ ეს რაღაცა ძალიან ძნელი რამეა, რაც ანუ ამდენი რამე უნდა დაიმახსოვროს, თურმე ამდენი რამე უნდა გქონდეს, იცოდე და ასე შემდეგ. ელემენტარული ცოდნა საკმარისია ხოლმე პირველ ლიმიტებზე, საწყის ლიმიტებზე ელემენტარულია ეს რაღაცა ოფერ-რეიზის ჩარტების და ცოდნა და პოზიციის ცოდნა და აი წესიერი ბანკროლ მენეჯმენტი, სადაც მე ცოტა ხანში ავხსით. ცოდნა საკმარისია ხოლმე იმისათვის, რომ ვითამაშოთ პლუსში, მარტივად ვთქვათ, არ დავკარგოთ თანხა და მე უკვე ამ პოკერშივე დაგროვილი რაღაცა თანხით დავუშვათ მოვახდინოთ ჩვენი განვითარება. გავაუმჯობესოთ ჩვენი სოფტი, გავაუმჯობესოთ კომპიუტერი, ვიყიდოთ ახალი მონიტორი და დავუშვათ ვიმუშაოთ თამაშზე და ნელა გავზარდოთ ლიმიტები. კარგით, ეს უკვე გადავუხიეთ თემიდან, ისევ პრეფლოპ თემებს დავუბრუნდეთ. კიდევ რა სიტუაციაში შეიძლება, რა სიტუაციაში ხომ ყველაზე ხელსაყრელი ტრიბეტების დაქოლვა. მაგალითად სიტუაციას რაც ვაკეთებ რეის 7-იანებით და მივიღე არასტანდარტული ზომის კვიზი. ანუ არასტანდარტული ზომაში გულისხმობ ძალიან პატარა ზომის კვიზი მივიღე. ნუ ეს არის სიტუაცია, სადაც მე უბრალოდ შემიძლია სეტოლიუზე გადავიხადო ის 70 ცენტრი, რომელიც გადავიხადე. კარგი იქნებოდა 7-იანიც რომ მოსულიყო, მაგრამ მე მგონი აქ 7-იანის გარშეც მოვახერხეთ ანდარგების მოგება. ანუ იმის გამომიდა, რომ როცა არასტანდარტული ზომის საიზინგს ხმარობენ ოპონენტები, ნუ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ტრიბეტის დაქოლვა არის ხოლმე უფრო ხელსაყრელი, ვიდრე სტანდარტული 3x საიზინგის, კი არა და სკვიზების შემთხვევაში 4-5x საიზინგის შემთხვევაში. კიდევ ტრიბეტებთან დაკავშირებით მინდოდა ერთი რამე მეთქვა არასტანდარტულ საიზინგებზე. ესე იგი აი ეს თარიღი ამოვზავნოთ. ხო. აი ესეთი ქმედება. ვაკეთებ სტილს, ანუ ვცდილობ შევუტიო ბლაინდებს, მოვიპარო ბლაინდები და მივიღე მინიმალური ზომის ტრიბეტი small blind-დან. ნუ ეს სიტუაცია ხელი ახლა იმდენად ძლიერი არა მაქვს, რა თქმა უნდა, თუ სხვადასხვა ფერის არ არის ძლიერი სტანდარტული საიზინგის ტრიბეტი რომ მომიღო, რა თქმა უნდა, გადავაგდებდი ამ ხელს, მაგრამ როცა ესეთი არასტანდარტული ზომის ტრიბეტი მოდის, ნუ 20 ცენტის დამატება ამ ხელა პოტში, რა თქმა უნდა, ხელსაყრელია. თუმცა, აქ მინდა რომ ერთი რამე დავამატო, რომ ზოგიერთი რეკრეაციული მოთამაშე, ანუ საერთოდ ხმარობს ხოლმე სტანდარტული ზომის ტრიბეტებს, მაგრამ აი მარტო ნაცები, ტუზები, კაროლები და ძალიან ძლიერი ხელები როცა მოსდის, მაშინ აკეთებს ხოლმე მინიმალური ზომის ტრიბეტებს. ესეთ სიტუაციებში, როცა ნახავთ ესეთ სიტუაციებს ოპონენტებზე, აუცილებლად მათ დავაწეროთ, ნოუტები გავაკეთოთ და დავაწეროთ, რომ ამასაც მე ცოცხალ სესიებში კარგად გავშლით ამ საკითხს, რომ უნდა აღნიშნოთ, რომ ახასიათებს ესეთი რამე, ანუ ნაცებით მინიმალური ტრიბეტების კეთება და ესეთი ჩვეულებრივი სპექტრით აკეთებს ჩვეულებრივი ზომის ტრიბეტებს. ეს იქნება მე მნიშვნელოვანი, მე ძალიან გამოგვადგება სიტუაციებში, სადაც როცა განმეორდება ხოლმე იგივე სიტუაცია. კარგი, ეხა მინდა კიდე ერთი რამე დავამატო, რომ ეს კონკრეტული ქმედება, რაც ამ ოპონენტმა გააკეთა მინიმალური ტრიბეტის სახით, ხო, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ, უბრალოდ არაფერში არ წერია. მე მაგალითად არსენალში ესეთი ქმედება საერთოდ არ მაქვს და არც იმაჩნია, რომ რამენაირად შეიძლება რომ გაკეთდეს. კი, აი შეიძლება რაღაც აი ტურნირზე წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც აი რეკრეაციული მოთამაშე რაღაც ძალიან პატარა სტეკებში სულ 10 ბლაინდი გაკეთებს ფსონს და ჩვენ მინიმალური რეიზი გავუკეთოთ ტუზებით, აი ერჯერადად, იმიტომ რომ ვიცით რომ აი აინც არაფერზე არ ფიქრობს ეს ოპონენტი და ნუ არ გვინდა რომ პოტიან გაგვექცეს და რაღაც ეგეთი ძალით მოგონილი შემთხვევა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ქეშ თამაშებში 100 დიდი ბლაინდის სიღრმეში მინიმალური ტრიბეტის გაკეთებას უბრალოდ ნუ მე აზრს ვერ ვხედავ და არავის რეკომენდაციას არ გავუწევ ამასთან დაკავშირებით. პრინციპში ყველაფერს შევეხეთ, აქ მონიშნული კიდე ერთი დარიგება, სადაც ხო, უბრალოდ small blind-ის წინააღმდეგ
გამოვიყენე ტრიბეთი. ხო, ну ესეც აქ დაკოლად შეიძლება, დატრიბეთებად შეიძლება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ხოლმე იმის მიხედვით, ოპონენტი რამდენად არის დამყრელი ზოგადად ამ სიტუაციაში. თუ მიგვაჩნია რომ ოპონენტთან fold-equity გვაქვს საკმარისი, დავატრიბეთებთ. თუ მიგვაჩნია რომ მაინც არ დაყრის და რეკრეაციული მოთამაშეა და ფლოპის ნახვა ყველა ვარიანტში უნდა, მაშინ შეგვიძლია ერთი ფერის ტუს ხუთიანი ჩორბა დავქოლოთ big blind-ზე და ამ სიტუაციაში small blind-ის წინააღმდეგ ვითამაშოთ პოზიციაში და გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ რა თქმა უნდა ესეთი სიტუაციის პლუსში გაყვანას ძალიან თავისუფლად. ну, პრინციპში ყველა აუცილებელ საკითხს შევეხეთ. უბრალოდ შეჯამებისთვის მინდა თქვა ერთი რაღაც, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ოპონენტის ვინაობას, სტეკების ზომას აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ რა სტრატეგიასაც ვსწავლობთ, ამას BSS ვეძახით, ანუ big stack strategy, დიდი სტეკების სტრატეგია და იგულისხმება 100 დიდი ბლაინდის სიღრმეში თამაში. როცა ჩვენი ოპონენტები არიან უფრო პატარა სტეკები წარმოდგენილი მაგიდაზე, ესეთი ოპონენტების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ აკურატულად, ძლიერი სპექტრებით, უნდა დავუვიწყოთ ესეთი რაღაცა light ტრიბეთების კეთება და ბლეფები და რაღაც ეგეთები. უნდა ვითამაშოთ ხისტი, აგრესიული პოკერი, ისედაც პრინციპში ამას ვსწავლობთ ჩვენ tight აგრესივს, რაც ну თავის თავში გულისხმობს ამ ხისტ და აგრესიულ პოკერს. უბრალოდ ამ გაკვეთილში ხა ჩვენ ბევრი სიტუაცია ყოველი შემთხვევისთვის განვიხილეთ. ძირითადი სიტუაცია იქნება ხოლმე, რომ ჩვენ წინააღმდეგ ითამაშებენ ძალიან სუსტი ოპონენტები, დასაწყის ლიმიტებზე NL2-ზე ან ქართულ რუმებში NL5-ზე, ითამაშებენ ძალიან სუსტი ოპონენტები, რომლების წინააღმდეგაც მხოლოდ ძალიან ძლიერი ხელების დაჭერა, ასე ვთქვათ, აი პრემიუმ დიაპაზონის, აი 10-იანები პლუსი, ტუზ მეფე, ტუზ დამა ერთი ფერის დაჭერა მოგვიწევს ხოლმე და ამ სპექტრებით თამაში. პრინციპში სულ ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა. უბრალოდ დავამატებ იმას, რომ პატარა ლიმიტებზე შეგხვდებიან ხოლმე ოპონენტები, რომელთაც რიგ შემთხვევებში forbet-ის თამაში არ მოგვიწევს ხოლმე ტუზ მეფით, იმიტომ რომ ძალიან ტაიტი ოპონენტები იქნებიან და forbet-ის თამაში არ იქნება ხოლმე აზრი და ტუზ მეფითაც დავქოლავთ ხოლმე ტრიბეთს და რიგ შემთხვევებში დამებითაც უკვე ასეთ რამეებს, ასეთ კონკრეტულ დეტალებს გავშლით უკვე ცოცხალ სესიებში, უბრალოდ ზოგადი სურათის შესახებ იმედი მაქვს, რომ ეს წარმოდგენა შეექმნა, თუ რა ფაქტორებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ტრიბეთის, forbet-ის შემთხვევაში, ან squeeze-ის, ან მათ წინააღმდეგ თამაშის შემთხვევაში. კარგით, შემდეგი გაკვეთილიდან გადავინახოთ უკვე პოსტულ გათამაშებებზე, სადაც უფრო საინტერესო ამბები გველოდება, კარგად გზანდებოდეთ.